მოგესალმებით მეგობრებო, მორიგი კლასტერ ბრეიკი ისევ მალდივებიდან. შეგახსენებთ, რომ კლასტერი არის სისტემური განლაგების ვორქშოპებით წამოსული მალდივებზე. ჩვენ გვყავს წამოყვანილი ჯგუფი და ვისვენებთ და ვმუშაობთ. აქ ძალიან საინტერესო მეოთხე დღე გვაქვს დღეს. გუშინ მქონდა პირველი ვორქშოპი, ორი სისტემური განლაგება დადგა. ძალიან საინტერესო იყო, ორივე თვითონ ისეთი მოულოდნელი ასპექტები გამოვლინდა, რომელიც კლიენტისთვისაც იყო საკმაოდ მოულოდნელი. როდესაც ის ცდილობდა პასუხი მიიღო რაღაცა თავის პრობლემაზე, სისტემურმა განლაგებამ საერთოდ სხვა კუთხე შემოგთავაზა, ძალიან საინტერესო საქმე ჰქონდა ასევე გადახლართვასთან, ერთ-ერთი ოჯახის წევრის ბედთან და ეს იყო სრულიად გაუცნობიერებელი ასპექტი კლიენტისთვის და ძალიან ასე ვთქვათ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამან ადამიანზე, ძალიან დამაფიქრებელი იყო ეს ყველაფერი, მე განვიხილავდით ამას დიდხანს და მოგოც ძალიან საინტერესო საღამო იყო. ვიმუშავეთ ძალიან ისე ღრმად და ფუნდამენტურად, ძალიან კარგად გვეძინა მე, იმიტომ რომ სისტემური განლაგების მე ძილი არის საოცარი. ეხლა მინდა რომ გავაგრძელო სისტემურ განლაგებაზე საუბარი და ისევ დავუბრუნდე წესრიგის საკითხს. წესრიგი არის ძალიან მყარი მოცემულობა სისტემურ განლაგებაში და როგორც წინა კლასტერ ბრეიკში ვთქვი, წესრიგი ეს არის იერარქიული წესრიგი, ანუ უფროს უმცროსობა, როდესაც არის დაცული, როდესაც პატივნაცემი არის ადამიანის სისტემაში, მისი ღვაწლის, მისი ადგილის შესაფერისად და იმის შესაფერისად, თუ რა როლი აქვს ნათამაშები მას ამ სისტემაში. ძალიან საინტერესოა სხვათა შორის სისტემური განლაგება ორგანიზაციებშიც, ის რა თქმა უნდა კეთდება ორგანიზაციული სისტემური განლაგებას და მე მქონდა სულ რამდენიმე კვირის წინ ძალიან საინტერესო გამოცდილება ერთ-ერთ ორგანიზაციაში, სადაც გარკვეული ბიზნეს პროცესები ვერ მიდიოდა სწორად, არ იყო სწორი კომუნიკაცია და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა იყო ჩადებული ამ ყველაფერში, მოკლედ რატომღაც დისფუნქციურად მიდიოდა მუშაობა და სისტემურმა განლაგებამ გვაჩვენა, რომ ზუსტად წესრიგი იყო დარღვეული იმის სახით, რომ ერთ-ერთი დამფუძნებლის როლი იყო იგნორირებული და ეს ძალიან რევდა უსამართლობის განცდა, არაცნობიერ დონეზე იყო კოლექტივში და თითქოს ყველა პასუხისმგებლობას გაურბოდა, ერთმანეთს აბრალებდნენ ყველაფერს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე და მიგვიყვანა ყველაფერი იმან, რომ წესრიგი სწორედ რომ დარღვეული იყო. წესრიგი, როგორც გითხარით, ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და ამიტომ ახლა მინდა რომ ერთი ძალიან მარტივი რამე გასწავლოთ, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს სისტემურ აზროვნებაში, სისტემურ ცნობიერებაში, ასე ვთქვათ, როგორც ოჯახში, ისე ბიზნესში. აი, ავიღოთ მაგალითისათვის მაგიდა და როგორ უნდა ვისხდეთ მაგიდასთან იმისთვის, რომ ჰარმონიულად მიდიოდეს თუნდაც მოლაპარაკებები, თუ ეს არის მოლაპარაკებების მაგიდა, ან ოჯახში მიდიოდეს პროცესები ჰარმონიულად, თუ ეს არის ოჯახის, ვთქვათ, სადილის და, ხო, სადაც სადილობ და საუზმობთ ის მაგიდა. პრინციპი არის ესეთი, თუ მაგიდა მრგვალი არ აქვს, ამას მნიშვნელობა საიდან დაიწყება, ანუ ათვლის წერტილი, საიდან იქნება, სხვადასხვა წერტილიდან შეიძლება ავითვალოთ, მაგრამ პრინციპი არის ესეთი, რომ მარჯვენა მხარეს უნდა იჯდეს უფროსი, მის მარცხენა მხარეს უნდა იჯდეს ასაკით ან დამსახურებით მასზე უმცროსი და ასე ნელ-ნელა კლებულობდეს და ნელ-ნელა, მოკლედ, უფრო უმცროსი და უმცროსი წარმომადგენელი უნდა იჯდეს. მაგალითისათვის, თუ ოჯახურ მაგიდას ავიღებთ, ოჯახში სისტემური განლაგების მიხედვით ქალი და მამაკაცი ტოლია, არ არსებობს ესეთი რამ, აქ არც პატრიარქალური აზროვნება არის და არც matriarchალური. თუმცა, უფროსი შესაძლებელია იყოს როგორც მამაკაცი, ისე ქალი, როგორც დედა, ისე მამა. აი ეს შეიძლება იყოს განპირობებული გარკვეული ფაქტორებით. შეიძლება ასაკობრივი, შეიძლება ვთქვათ იმის მიხედვით, ვინ რამდენად ბევრ დროს და ენერგიას, ფინანსურს, კოგნიტურს, ყურადღებას, ზრუნვას და ასე შემდეგ, ვთქვათ, ახარჯავს ოჯახს და ვინ ითვლება ოჯახში ოჯახის უფროსად, ვთქვათ ესე, ხო? ამიტომ აქ არ აქვს მნიშვნელობა მამა იჯდება პირველი თუ დედა. ავიღოთ, ვთქვათ, პატრიარქალური აზროვნებით, რომ იყოს მამა, გვერდზე იჯდეს დედა, მარცხენა მხარეს, მერე აუცილებლად უნდა იჯდეს უფროსი შვილი, იმის შემდგომ უნდა იყოს, ვთქვათ, შუა თანაშვილი თუ სამი შვილია ოჯახში და იმის შემდგომ უნდა იჯდეს უმცროსი შვილი. ერთადერთ გამონაკლისად ითვლება, როდესაც ბავშვი არის ძალიან მცირეწლოვანი და ის დედასთან ან მამასთან ასაკობრივად, ვთქვათ, ზის არის განთავსებული ოჯახურ მაგიდასთან.
ზუსტად იგივე არის მოლაპარაკებების მაგიდასთან, მიაქციეთ ამას ყურადღება, რომ იერარქია არ იყოს დარღვეული, თუ ამის საშუალება არსებობს, რა თქმა უნდა. მრგვალი მაგიდის შემთხვევაში გითხარით, როგორ არის, ოთხკუთხედი მაგიდის შემთხვევაში ზუსტად იგივე პრინციპით არის, რომ მარჯვენა მხარეს უნდა იყოს უფროსი და შემდეგ უნდა კლებულობდეს იერარქია. ამას აქვს თავისი ფილოსოფია, რატომ არის ესე და დამერწმუნეთ, რომ პროცესები შეიძლება ბევრად უფრო ჰარმონიულად წავიდეს, კომუნიკაცია ბევრად უფრო ჰარმონიული იყოს, რაც არ უნდა იყოს ასე ამბობენ სისტემური განლაგების ძალიან გამოცდილი სპეციალისტები და ძალიან აქცევენ სხვათა შორის ამას ყურადღებას და მივაქციოთ ამას ჩვენს ყურადღებას, ვცადოთ, ნახოთ, გადავხედოთ, რამდენად სწორად ვართ განთავსებული ჩვენ სისტემაში და რამდენად დაცულია ჩვენ სისტემაში წესრიგი. ეს იყო ის, რაც დღეს მინდოდა თქვენთვის რომ მომეთქრო. ჩვენ შევხვდებით ისევ კლასტერ ბრეიქზე, ისევ მალდივებიდან. მე კი დღეს გემშვიდობებით ნახვამდის.